სწორედ სოციმედია არის ის პროფესია, სადაც შეგიძლია რომ შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინო და დაეხმარა როგორც სტარტაპებს, ასევე დიდ ბრენდებს წარმატების მიღწევაში. მე ვარ ინგა ცუცქირიძე, სოციმედია მენეჯერი. ყველაფერი ძალიან ადრე დაიწყო, როდესაც ჩაუბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და გადავწყვიტე რომ ყოფილიყავი ფსიქოლოგი, მაგრამ რატომღაც სწავლის დაწყებისთანავე ვერ ვხედავდი ამ სფეროში ჩემს თავს. თან ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა რომ პანდემია იყო, ყველანი სახლში ვიყავით, ჩვენი ერთგული მეგობრები მხოლოდ პლანშეტები იყო, კომპიუტერები და სმარტფონები. და რატომღაც ვიფიქრე რომ იმდან კომფორტულად ვგრძნობდი ყოველდღიურობაში თავს, როდესაც ვიყენებდი ჩემს ლეპტოპს, რომ სწორედ ეს ყველაფერი ჩემს პროფესიად მეკცია და აქედან გამომდინარე დავიწყე სერჩვა უკვე იმის, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. გადავწყვიტე რომ თავიდან უშუალოდ ეს სოციალური ქსელები კარგად შემესწავლა. ჯერ ჩემი პეიჯებისთვის მომეტანა წარმატება, შემდეგ პატარა სტარტაპებისთვის და შემდეგ უკვე ეს ყველაფერი მეკცია პროფესიად. ვფიქრობ რომ სკილვილი იყო სწორედ ის ადგილი, სადაც ზუსტად მოვხვდი, ჩემი მიმართულება იყო სოციალური მედია მენეჯმენტი. თავიდან, როდესაც სწავლა დავიწყე, ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი იმაზე, რომ მთლიანი კურსი იყო ონლაინ, ანუ დისტანციურად და ვიფიქრე რომ რაღაცნაირად ეს ჩემს სწავლის დონეს დაბლა დაწევდა, მაგრამ მოლოდის გადააჭარბა ყველაფერმა. სანამ გადავწყვეტე უშუალოდ კურსის აღებას და სწავლას, მანამდე ალბათ ჩემი ცოდნა პლატფორმების მხრივ, რაც არის მაგალითად ყოველდღიურობაში რასაც ვიყენებთ, ეს არის Facebook და Instagram, იყო ძალიან მწირი, მხოლოდ ვიცოდი პოსტის დადება, რაღაც ჰეშტეგების რაღაცნაირი მოთაგვები, რაღაც ლოკაცია და всё, ეს იყო ჩემი, ასე ვთქვათ, პოსტის ძირითადი ნაწილი. Instagram-ს რაც შეეხება, თურმე ძალიან დიდი მასშტაბი და რესურსი ქონია. შეგვიძლია ძალიან კარგად ავაწყოთ და დავამონტაჟოთ ვიდეო Instagram-ზე. შევქმნათ და გავაკეთოთ ისეთი ილუსტრაციები, რომლებიც შეიძლება იყოს ჩვენი პირადი ხელწერაც. ასევე შემიძლია ვთქვა იგივე YouTube-ზეც და TikTok-ზეც. კურსმა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მაქსიმალურად გაშლილად ვისწავლე ყველაფერი, მაგალითად როგორ გავუშვა რეკლამა ძალიან ეფექტურად და როგორ მოვარგო აუდიტორიას, ასევე სხვადასხვა ბრენდის tone of voice-ები, თუ როგორი უნდა იყოს მომხმარებელთან კომუნიკაცია, თუნდაც შენს აუდიტორიასთან, როგორ მიიტანო აუდიტორიამდე შენი სამიზნეს სწორად და როგორ უნდა გააგებინო ეს ყველაფერი ისე, რომ არ გამოიწვიოს კრიტიკა და გამოიწვიოს დადებითი ემოციები და ენერგიები. მართლაც ველოდებოდი იმას, რომ პლატფორმებს ვისწავლდი პროფესიულ დონეზე და ასეც მოხდა. მთავარი იყო ის, რომ ალბათ ყოველთვის გვერდში გვედგა ლექტორი ნებისმიერ ნაწილში. გაუგებარ საკითხებს შეეძლო 100-ჯერ და 1000-ჯერ აეხსნა და ნებისმიერი ლექციის დასრულების შემდეგ მქონდა ძალიან კარგი უკავშირები როგორც დავალებებზე, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებზეც, რაც დამეხმარა იმაში, რომ მაქსიმალურად განვითარებულიყავი ამ სფეროში. საბოლოო ჯამში მაინც ვფიქრობ, რომ სწორედ ციფრული სამყარო იყო ის ადგილი, სადაც ჩემი თავი მაქსიმალურად ვიპოვნე და მოვერგე და ალბათ დავრჩები სწორედ აქ და ვაპირებ რომ კიდევ უფრო განვითარდე კარიერულად და კიდევ უფრო მეტი წინსვლები მქონდეს ცხოვრებაში.